უცებ მომიმრალდით და რაღაც საინტერესოსთვის გამზადებთ. რაღაც მეტად მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ ჩემო ტკბილებო. მაშასე, რომელსაც ლამის მავიწყდებოდა და აჰა, რაღაც ძალამ გამაღვიძა და მითხრა, թե აუცილებლად შენ ზურფას გამომწერეს, რომლებიც 50,000 უკვე დიდი ხანია გადაცდენ, უთხარით, რომ ეს რიტუალი აუცილებლად ტარდება ყოველ 8 რიცხვში, მაგრამ სუპერ გადასარევია თუ 8 დეკემბერს გააკეთებთ და რატო ამასაც გეტყვით. ნუ პრინციპში ეს მანდამაინც თქვენ არ გაინტერესებთ, მაგრამ იყო დრო, როცა ჩვენ მეგობრებმა ამასთან დაკავშირებით რაღაც ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულებით შევხედეთ და გავიკეთეთ და ой, საოცრებავ ამ რიტუალმა ისე მაგრად იმუშავა, მაგრამ მაშინ არ იყო მითითებული, რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად 8 რიცხვი, ნებისმიერი თვის ნებისმიერი 8 რიცხვი, მხოლოდ 8 რიცხვი, რა თქმა უნდა, 28 რიცხვი, მაგრამ სუპერია თუ ამას გააკეთებთ 8 დეკემბერს. ხო და თუ გინდათ რამე წარმატებების მოზიდვა, ფულის დაბრუნება, ან მიღება, რომელსაც აუცილებლად ვთვლით, რომ იმსახურებთ, კეთილგანწყობა ადამიანების და ზოგადად უსასრულობა სიკეთისა და კეთილ ასე თქვა გონივრულობისა და კეთილმოწყობილი ცხოვრებისა ძალიან მარტივია საქმე. აიღეთ ნებისმიერი ფერის მარკერი და მარცხენა ხელზე გააკეთეთ უსასრულობის ნიშანი. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩემო კარგო ადამიანებო, უსასრულობის ნიშანი თავისთავად რიას ნიშნავს გადმობრუნებულს. რაღაც საოცრება მოხდა, ესეთი ჩემი დასაცმელისა და შესაფერისი ლურჯი ფლომასტერი გავიკეთე პირადად მე. მაგრამ ამაზე მეც საოცრებას გეტყვით, უბრალოდ ეს დამთხევა, მაგრამ არაფერიც არ ხდება, უბრალოდ პაცრეტუ მინდოდა ყოფილიყავი ეთყობა ქვეცნობიერში. მაგრამ გახდა თუ არა 8 რიცხვი, გავიკეთე თუ არა აღნიშნული უსასრულობის სიმბოლო, უკვე დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო დინებამ ჩემსკენ. საჩუქრების, რომელიც მითხრეს, რომ დაიმსახურეო, რადგანაც ხვალ დაბადების დღე მაქვს და უკვე კარები ღია იმ კარიბჭისა, სადაც მოდის გაბნეული მადლი, ალბათ დამსახურებულად შემოძვირფასებო და აჰა, და გაკეთებისთანავე პირველი სურნამო მოვიდა კეთილი ადამიანებისგან ფრანგული შოკოლადები, ყავები, ასე შემდეგ სტატუეტკები აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ რაც არ მინდა სხვა რაღაცაში გადაგეზარდოთ, უბრალოდ შქარა გაავრცელეთ, სანამდე 8 რიცხვია, თუ 8 რიცხვში შევხვდათ, ხო სუპერ გამართლებული ხართ, ძალიან უყვარხართ სამყაროს, რომ თქვენი ფინანსური, თქვენი ესეთი შემოსავლების და თქვენი კეთილი განწყობის და სუპერ ხასიათების მოზიდვის კიდევ ერთი შანსი გურმაკალმა არ მოგცეთ საშუალება, რომ გაგეშვათ ლამაზი თითებიდან. კოსნით გეხვევით, ვიღებთ უკვე საჩუქრებს, მოლოსვებს, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის. დიახ, ხალხო, დააფასეთ საკუთარი თავი, თუ გინდათ სამყაროსგან იყოთ დაფასებულები. მე ესე მithქვია, ვიღაცას ჩემი არ ჯერა, მაგრამ დგება დრო ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად ხდება ამ ყველაფრის რწმენა. დაჯერება და მე თქვა რა სულელი ვიყავი, რამის რომ არ მჯეროდა და ზუსტად რომ ეს სიტყვები არ წარმოგცდეთ. დაიწყეთ საკუთარი თავიდან. თვით ყველაზე პოპულარული სიტყვა მთელ სოფლიოში სტატისტიკურად მე შენ მიყვარხარ ყოფილა და ისიც მე ნაცვალ სახელით იწყება მე ვიყოთ დოზირებულად ხალხმა ეგოისტები. ამით არავის არაფერი არ უფუჭდება. პირიქით ყველაზე მთავარ ადამიანს საკუთარ თავს უკეთდება. წინასწარ გილოცავთ ვისაც დაბადების დღე გაქვთ დღეს, ხვალ, ზეგ, ვინც ზოგადად ამ შულდოსნის მფარველობის ქვეშ დაიბადეთ, ძალიან მიყვარხართ განსაკუთრებით თქვენ. ისე ყველა მიყვარხართ, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ. კარგით, აი ესე გააკეთეთ, დრო აღარ დავკარგოთ უსასრულო სიყვარული, ბედნიერება, ხალისი, ბარაკა, ხვავი, კეთილგანწყობა, კეთილი და უბოროტო, ერთგული და საყრდენი ადამიანები არ გამოგელიოთ სამყარო. მიყვარხართ. აბაცადეთ და აუცილებლად სასწაულები დაიწყება ყოველ 8 რიცხვში. არ დაგავიწყეთ და ვიწყებთ 8 დეკემბრიდან. ყველაზე მაგივრად დღევანდელ დღეს მუშაობს.
ხო მართლა თუ გინდათ ეს მადლი გაგიმრავლდეთ, აგიჩქარდეთ, სასწრაფოდ ბევრ ადამიანს უთხარით, გადაუძახეთ, გადაუნაწილეთ, თუ ჩემს ვიდეოს არა, თქვენ სიტყვიერად მაინც უთხარით, დაიხატეთ მარცხენა ხელის მაჭაზე უსასრულობის ნიშანი, ნებისმიერი ფერის ფლომასტერით, წითელი სიყვარულის უსასრულობა, მწვანე ფინანსური, ლურჯი სურვილების.